აქტიულია. ის ემსახურება იმ ამოცანას, რაც მას დასახულია. ეს ამოცანა არის ხელისუფლების შენარჩუნება. და ამას ახორციელებს და რაც შეეხება თქვენ რომ ბრძანეთ რომ ყველა ბარიერი გადალახა. არაფერი ბარიერი მას არ გადაულახავს. ის არის პრაგმატული პოლიტიკოსი და თუ სჭირდება საქმეს და თუ სჭირდება მიზნის მიღწევას ის შეხვდება იმასაც ვისაც ვერ იტანდა. ადრე ხო არ ხდებოდა? იმიტომ რომ მაშინ არ სჭირდებოდა მისი ხელისუფლების შენარჩუნების ამოცანას არ სჭირდებოდა ამ ადამიანებთან შეხვედრა, იმიტომ რომ უფრო სჭირდებოდა იმ მომენტში ის რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ ჩარეცხილები, თქვა სიტყვაზე და არა ის რომ თქვა მათთან შეხვედრა ყოფილიყო აუცილებელი. ესე იმ პერიოდში საჭირო იყო ამ ადამიანების ასე თქვა კრიტიკა დავარქვათ, კრიტიკას ვერ დავარქვი, მაგრამ რაც არის რა მოკლედ. ახლა კი საჭიროა მოფერება თქვა იმ მომენტში იმისათვის რომ რაღაც შეენარჩუნოს ძალაუფლება, შეენარჩუნოს რომელიც არც ისე ადვილი შესანიშნაობელია იმ თვალსაზრისით რომ თუ შევხედათ ძალაუფლებას როგორც ადამიანთა მიერ გამოცხადებულ ან ნდობას ან ესე ვთქვათ როგორ გითხრათ დადებით დამოკიდებულებას მისი რეიტინგი შეიძლება რაღაც კვლევების მიხედვით არ იყოს კატასტროფული მაგრამ არის თუ შევხედათ უბრალოდ ცხოვრებას ყოველგვარი სოციოლოგიური გამოკვლევების გარეშე ჩვენ სირბილით მიმოვიხედავთ ესე იგი აშკარად ჩანს რომ ესე იგი მოსახლეობის დამოკიდებულება მისდამი კრიტიკულ ზღვარს იქეთ არის, გადაბიჯებული არის თუ შეიძლება ასე ვთქვა. ამას ვის გრძნობს, განა ვერ აგრძნობს. და ეს შეხვედრები მას აძლიერებს, მის ძალაუფლებას აძლიერებს. ეს შეხვედრები აი ახლა ზვიადმას ბრძანა. ზვიადმას ბრძანა რომ პოპულისტური ნაბიჯია, მაგრამ ზვიადმა დააკავშირა აი ამ რეფორმის თემას, მაგრამ მე მგონი ეს რეფორმის თემასთან კი უნდა დააკავშირდეს. ხო, ნაწილობრივ შეიძლება, ხო, ნაწილობრივ შეიძლება დააკავშირდეს, მაგრამ ძირითადად ეს პოპულისტური ნაბიჯი არის გადადგმული აი ისევ და ისევ ხელისუფლების შენარჩუნების პოზიციიდან. ესე იგი, არსებობს რაღაც საბაზო ღირებულებები და დაშვებანი, რომელსაც ეს ადამიანი არა მარტო თვითონ სააკაშვილი, არამედ თითოეული ჩვენთაგანი გარკვეული ძირითადი ამ ჩვენი ცხოვრების ძირითადი დანიშნულებიდან, ამოცანიდან, ან ღირებულებიდან გამოდივარ და მე ყოველი წუთი, ესე ვთქვათ, ყოველი ცხოვრების ყველა წუთი არის ამა თუ ამოცანის გადაწყვეტა. ახლაც მე რაღაც ამოცანას წყვეტ, თქვა თქვენც რა, ყველა ჩვენთაგანი რაღაც გარკვეულ სიტუაციაში რაღაც ამოცანებს წყვეტ. მაგრამ თითოეული ეს ამოცანა გამომდინარეობს რაღაც იმ ზოგადი ღირებულებიდან, რაც ჩვენ ასე ჩვენ ვემსახურებთ. ამ ადამიანის ძირითადი ზოგადი ღირებულება არის ხელისუფლების შენარჩუნება, ისევე როგორც ყველა ხელისუფალისათვის. ჩვენ გვაქვს წარმოდგენა, თუ ხელისუფალი ხალხს უნდა ემსახურებოდეს. სინამდვილეში ხელისუფალი ემსახურება ძალაუფლების სტრუქტურებს და იმას, რომ ეს ძალაუფლება შენარჩუნებული იყოს. დედამიწის ზურგზე ნებისმიერი ხელისუფლების საძიებელი რამ არის თავისი მდგომარეობის შენარჩუნება. ობამა დღეს ხომ მოვიდა ხო გენიალური რაღაც სიტყვები ბრძანა და რა რომელიღაც ეტაპზე ის შევა იმ ფაზაში, როცა ის აუცილებლად დადგება ამოცანის წინაშე, რომ მიღწეული შეინარჩუნოს. მიღწეულ შენარჩუნება ადვილი ამოცანა არ არის და აი ეს ამ კაც მიღწეული აქვს ეს ამოცანა, ну თქვათ რა ამოცანა აქვს მიღწეული? ძალაუფლება მიღება, ესე იგი ძალაუფლებას დაუფლებულია თუ შეიძლება ამ ამოცანას მიაღწია ლეგიტიმურად თუ არალეგიტიმურად. აი ახლა წეგან დავა იყო ამაზე, თქვენ ცნობდით, თქვენ კონტექსტში გულისხმობთ, რომ ის ლეგიტიმური არ არის, ამას გულისხმობთ ხო და. ну ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური ის ამ მართვის სადავეებს ფლობს. ხელი უკავია მართვის სადავეებთან. პრეზიდენტი არის მართვის სადავეებთან ყოფნა. ის არჩეული არალეგიტიმურად, არალეგიტიმურად რეალურად ის მართავს. შეუძლია აი ამ შეხვედრების გარეშეც მართოს და ესეთი ნაბიჯების გარეშე როგორც სწორი ბრძანება რევერანსები დავარქვათ კი ბატონო. არა, სწორი ბრძანება. სადმიდან უნდა დავარქვათ დემოკრატიულ ნაბიჯებს. ხო, ვერ გააგრძელებს სხვანაირად მას სხვა? არა, იცით რა არის. ესე იგი, დობის ვოტუმი მას იმისთვის კი არ ჭირდება, რომ ქვეყანა უკეთესად მართოს. დობის ვოტუმი მას ჭირდება იმისათვის, რომ მან დაუდასტუროს ყველა იმათ, ვინც ებრძვის მის ესე იგი პოზიციას, რომ ეს ხელისუფლებაში იყოს, ყველას იმას დაუდასტუროს, ან დაუმტკიცოს, ეს დასავლეთი იქნება თუ ვინც იქნება, რომ მე ნდობის ვოტუმი მაქვს. მე ხალხი მენდობა. მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოიპოვოს მან, ის უნდა შევიდეს კონტაქტში.
უნდა უთხრას იცით მე თქვენთან ლაპარაკი მინდა რაღაცა აბა მოდი ერთად გავარჩიოთ პრობლემები ზოგი ახალქალაქიდან ზოგი ახალქალაქიდან დარეკავს ზოგი ბორჯომიდან დარეკავს ნახევარჯი არ უპასუხებს მის კითხვას იტყვის მე უპასუხებო აი იმ ბორჯომის იმაზე რო თქვა კაი კითხვა დასვა იმ კაცმა და რა ვიცი ყველამ კაი საინტერესო კითხვები დასვეს როგორც წესი ის პასუხს ნაკლებად იძლეოდა დასმულ კითხვაზე ან განზე გადიოდა ან სხვა დასმულ კითხვას პასუხობდა და არა მის დასმულ კითხვას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა გარკვეული ბარიერი მაინც გადალახა, მე ვერ დავიწყო, თუნდაც იმით რომ ამდენი ჟურნალისტის შეკითხვა დაისვა. რა თქმა უნდა, არ იყო იქ სული თავისუფლება, რომ ვისაც რა უნდა და რამდენჯერაც უნდა დაეკითხა, მაგრამ მაინც მოახერხეს ჟურნალისტებმა ისე რომ მათ შეკითხვები მე ჟურნალისტების დამსახურება ვერ დაუსვეს შეკითხვები, ანუ მას ის ბოლო პერიოდში პრეზიდენტი საერთოდ ისეთ ბრიფინგებს მართავდა, რომ უბრალოდ მარტო კამერა შედიოდა, პირადი ოპერატორი და შემდეგ იწერდნენ ხოლმე სხვები და ეს დიდი გარღვევაა. ამდენ ხალხს ელაპარაკა, არა? ეს ადამიანი არის გარღვევის პიროვნებას, ის გარღვევებს ერთხელ ორი არ აკეთებს. ბევრჯერ აკეთებს ის გარღვევებს და ამ შეიძლება ითქვას ამის დიდო სტატია არის, მაგრამ გააჩნია რისთვის აკეთებს ამ გარღვევებს. მადლობთ. ანუ мотиваცია არის ძალა. ისი ამოცანა არის ეს? კი ბატონო, მოდი ბატონ ლაშას დავუხსნათ შეკითხვა. ლაშა, ძალიან ბევრს გაუკვირდა, როდესაც თქვენით დაგინახეს ბატონი გიახუხაშვილის დაინახეს, თქვენი პრეზიდენტის კრიტიკოსები ხართ, თქვენი გაზეთი არასოდეს ერიდება მის კრიტიკას. თქვენი мотиваცია რა იყო იქ მისვლის? და რა ცელოდით ამ შეხვედრისგან? ესეც ბევრჯერ გააკეთეთ უკვე განმარტება, მაგრამ კიდევ შეიძლება რა მოძრაობდა თქვენთან შეხვედრისას? რა იმედი გქონდათ? ვერ ვისაუბრე ამის თაობაზე, რა მოძრაობდა, ჩვენ რა გვამოძრავებდა. პირველი მინდა თქვა, რომ როდესაც პრეზიდენტი ან მინისტრი ხდება საზოგადოების წარმომადგენლებს ან ექსპერტებს, ეს არ არის წყალობა, ეს არის ვალდებულება მათი, რომ ხალხს ელაპარაკოს. ანუ ჩვენ აქედან უნდა შევხედოთ ამას, როგორი გაკოტრებულიც არ უნდა იყოს ხელისუფალი, ეს მისი ვალდებულება, სანამ ის ფორმალურად არის ხელისუფლებაში. ასე რომ ჩვენ მაინდამაინც დიდი მადლობა უნდა ვილაპარაკოთ ამის გამო, რახან როგორც იქნა შეხვდა, ხდება ის სხვადასხვა ექსპერტული წრეების წარმომადგენლებს, ხდება პრესის წარმომადგენლებს, არ ეუბნებიან ეს კითხე, ეს მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩვენი განვითარების დონე მიგვაჩნია ესეთ დაბალი, რომ ესეც გვიხარია, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი რამ, ესეც უნდა იყოს, ასე რომ მე ამაში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, ხა. რა არის мотиваცია ის ხელისუფლებას ინარჩუნებს, დასავლეთის ეწოლიზანს გამო, თქვათ, გრძნობს, რომ რაღაც პრობლემებია. და ასე ხა ბევრი რამის თქმა შეიძლება, ხა ჩვენ მარჩიელობას ვერ დავიწყებთ. შედეგი რა არის ამ? მარჩიელობას ვერ დავიწყებ, მე მაინც გეტყვით, იცით, თუმცა რა თქმა უნდა, ნებისმიერ ჩვენთაგან საქმე აქვს საკუთარი მოსაზრება თუ რატო ხდება მას პრეზიდენტი. ანუ რატო დაიწყო ეს პროცესი, ხო? ხა ბუნებრივია მეც გამაჩნია ჩემი მოსაზრებები, მე ვფიქრობ, რომ არის დღეს შანსი მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება აი ამ ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ყოფნა ხელისუფლებაში, ისინი სწრაფად წავლენ, დიდხანს შერჩებიან თუ არ შერჩებიან, მე ვფიქრობ, რომ არის შანსი დღეს არსებული პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, რომელიც არის როგორც შიგნით და ეს არის დეფიციტი ხელისუფლების ძალაუფლებისა, ეს ფაქტია. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა უნარი ოპოზიციას მას, ასე ვთქვათ, რაღაცაში შეუშალოს ხელი ან შეცვალოს, ეგ არის ჩვენი კიდევ ერთი პრობლემა, რომ ჩვენი ოპოზიცია დღეს ვერ არის ისეთი ძლიერი, რომ მას შეუძლია თქვათ სერიოზული პრობლემები შექმნას. ანუ მე რეალურ აქედან გამომდინარე, მაგრამ მე დავასრულებ, თუ შეიძლება, მე ვამბობ ესეთ რამეს, მე არ ვამბობ უკეთესი გავხადოთ, უარესი გავხადოთ, იყო ბოროტი, გახდა კეთილი, ესეთი გულუყრილო შეფასებებს ხადე არ ვიძლევი. მე უბრალოდ ვამბობ იმას, რომ